სულ მალე დაიწყება პირველი ბრძოლა. ლევანდელის საღამოს პირველი ბრძოლა. ლუხუტაშვილი ქარდავა. ბიჭები მიესალმენ. საციად გომში დგას ლუხუტაშვილი. ქარდავამ დაიწყო ლოუებით და აწია ფეხი მაღლა. და გადაიყვანა შესანიშნავად შევიდა. ლუხუტაშვილი ნახოთ როგორ ჭიდავს ქარდავა, აიცლობს და ატრიალოს. საიდ კონტროლშია და აკეთებს ეზეკიელ ჩოუქს. ცდილობს რომ ეზეკიელი გამოიყენოს, ახლა მაუნტზე გადავიდა, შეიძლება სტრაიკინგის დაწყება. ჯერჯერობით უპირატესობა აქვს საბას. თუმცა რაღაც აქცენტირებული დარტყმები კონტროლზე აქვს ფსონი დადებული კუთხეს აშკარად და მიყვება გენიალურად კუთხის მითებებს. შეიძლება ეხლა ამოიწიოს და გავიდა პირველი წუთი. ლუხუტაშვილს სჭირდება ეხლა ცოტა ზიანი შეიძლება მიაყენოს და ჭირდება მაღლა აწევა პოზიციის გასამყარებლად. ხოლო რაც შეიძლება ქარდავამ აუცილებელია რომ ესკეიპი გააკეთოს და გამოვიდეს და აიწია როგორც ვამბობდი ლუხუტაშვილი და კარგი მცდელობა იყო ზიანის. წუთ ნახევარი მიიწურა პირველი რაუნდი გავიდა. ჯერჯერობით დასრულებამდე და ეხა ისევ ამოსვლა სლამობს. დარტყმები, თუმცა სუფთა დარტყმა ყოფილა. კარგად მუშაობს საბა. ქულები აიღო. კარგად მუშაობს ჭკვიანურად, კონტროლს ინარჩუნებს. ცდილობს მაღლა აიწიოს, რათა დამანგრეველი დარტყმები მიაყენოს მოწინააღმდეგეს. რაზეც ვერ პასუხობს ქარდავა. იყო მცდელობა გადატრიალების, მაგრამ უშედეგოდ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რომ სტრაიკერებისთვის ყოველთვის რთული მოწინააღმდეგეები არიან მოჭიდავეები. კი, ნამდვილად. და თუ გინდა რომ MMA-ში რამე გააკეთო, აუცილებლად უნდა ისწავლო გრეპლინგი. კი, ჭიდაობის გარეშე დაცვას და ადგომაც ალბათ. დაცვას და ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ მებრძოლ გადაიყვანონ და ვცდილობთ ხრით დაპრესვას, თუმცა მე არ ურჩევდი. ზედმეტი ენერგია მიაქვს გავს მტკივნეულებს. ახლა შესანიშნავი გაზარდა და შეიძლება გააჩეროს რეფერი თუ აქტიურებისკენ მოუწოდებს რაულ თუ თარაული. თუმცა იცავს ასე თუ ლურჯ კუთხეს და შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. დამანგრეველი ამერფისტები და რაუნდმა გადაარჩინა. დაამთავრდა. ირაკლი ქარდავა ბოლოს ნამდვილად მიაყენა ზიანი. აი ეს იყო ძალიან სწორი აფეთქება რაუნდის დასასრულს. კი ბატონო, არ გარისკა. პოზიცია არ დაეკარგა და ბოლო წამებზე კარგი აფეთქება ეს რაუნდი აშკარად აიღო. ვაჩვენებენ პირველ შესვლას. ცოტა რეაქცია დააგვიანა ირაკლიმ. აი აქ ეს მომენტები და ბოლო ground and pound იყო ძალიან საშიში. ლურჯი კუთხისთვის ცდილობდა დაცვას, თუმცა დარტყმები გააპარა საკო. კი, ბოლოს ძალიან კარგი დარტყმები გააპარა. აქ ხა მნიშვნელოვანია ფიზიკური კონდიციები, რომელი მებრძოლი უფრო მალე გაიღლება. ლოგიკურად ირაკლი უფრო მალე უნდა დაიღალოს, უფრო ქვევით იყო და დარტყმები მიიღო, მაგრამ არის ხანდახან რომ კამბექი გამძლეობა კარგი აქვს მებრძოლს და ამოუკაჩია. ნახოთ თუ შეცვლის რაღაცას. ყოველთვის ჭიდაობა ქარდავა მებრძოლს. აუ ნახოთ ეხლა გეგმა B როგორ იმუშავებს. რა შემოგთავაზებს ირაკლი. ლურჯი კუთხე რას შემოგთავაზებს, ასევე თავისთავად წითელ კუთხეს უკვე იცის, ღრიჭუები მონახა და არ გაჩერდება. კარგი მარჯვენა. ქარდავა ცდილობს დისტანციის შენარჩუნებას.
აქ შეიძლება level change-ები გააკეთოს და ეხლა მე მგონი მორიგი take down-ი. დაიცვა კორპუსში კარგად მოარტყა მეორე იცავს პოზიციას მეორეს მხრივ ცდილობს რომ გადაიყვანოს და შეიძლება ეხლა უნდა და ფეხით შეიძლება უნდა შემოატრიალოს კარგად მუშაობს კი ეს რაუნდი უფრო კარგად დაიცვა და ირაკლი კარგავა ძალიან კარგად მუშაობს თუმცა შესანიშნავი გდება და გაისევ მაუნტზე ცდილობს გადავიდეს ლუხუტაშვილი თუმცა გარდი პოზიცია და შეიძლება აქედანაც ground and found-ის დაწყება მეორეს მხრივ კარდავა შეუძლია საბმიშენზე ინადიროს აი ეს პოზიცია არ აწყობს ნამდვილად ტაიმინგში აგებს და წამოაყენა რეფერი პასიური იყო ხა საბადა ხო არ დაიღალა შეიძლება განწყობი მებრძოლები არიან რა თქმა უნდა ისეთი კონდიციები როგორ შესანიშნავი ჰაი-კიკის მცდელობა პროფესიონალებს შეიძლება გაძრეს ძალიან საფათოდ შევიდა ძალიან კარგი შეიძლება შეეხვედრებინა ხელი ახლა როგორც მოგეხსენებათ მუხლი არ შეიძლება მოყვარულობს თავში ისევ თოიდაურა რაც შეუულებრივი ამაზე გდება ოჩახ საბა აი ხა უხერხო პოზიციაში იყო ახლა north-south მდგომარეობაში არის მებრძოლები მანდე და შეიძლება კინეულილეთის დაწყება მეორეს მხრივ კარდავა შეუძლია გამოიყენოს გალია და გამოძრეს ნიონ ბელი და შეიძლება ახლა თუ კარგად დაპრესა თუმცა მაუნტიც არ არის მაუნტი ცუდი მდგომარეობა ნამდვილად შესანიშნავი შესაძლებლობა მატჩის დასასრულებლად დარტყმები უნდა გააკეთოს იმიტომ რომ პრაქტიკულად არ გაუკეთებია ამ რაუნდში დარტყმები ახლა ცდილობს ირაკლის ქონდა რამოდენიმე მუხლის დარტყმა აქცენტირებული კი ბატონო როგორ შეაფასებენ ნახოთ თუმცა ორი ტეიქდაუნი ქონდა ამ რაუნდში ორი ტეიქდაუნი ქონდა ლამაზი ტეიქდაუნები ჩემი აზრით მეორე რაუნდი იყო მეორე რაუნდი იყო აი როუკიკი მანამდე იყო ერთი როუკიკი შეიძლება ზოგმა მსაჯმა შეაფასოს ირაკლი კარდავა მიცენ ეს რაუნდი დაიყოს გადაწყვეტილება შეიძლება მიცენ მაინც ფიქრობ რომ საბას კონტროლი იყო დიდი ხანი არის კონტროლი აიღო ეს რაუნდი მაუნტ პოზიცია როგორც გრეპლინგში ისე MMA-ში აშკარა ოპერატიული გდებებიც იყო უბრალოდ ჩაყანა არის დიდი ლამაზი ამპლიტუდა გდება იყო მეორეს მხრივ კარდავას არ ქონდა ისეთი დარტყმები რომ ან შებარბაცებული იყო კი აქცენტირებული ისეთი რაღაც შეგვიძლია ვთქვა რომ ორი რაუნდი მოუგო ორი რაუნდი ახლა მესამე რაუნდი ვაფანგია აუცილებლად TKO ჭირდება აუცილებლად კარდავას აუცილებლად და ამას ალბათ კუთხეც ხდება რომ TKO-ს გარეშე გადამწყვეტი რაუნდი აი კისელობა აი გაძრა თუმცა მანდ დახეთქება მოყარულში არ შეიძლება დაწყვეტება ესე რო თქვა ჩაიყვანა კარგად ჭიდაობს უხუტაში ძალიან კარგი ბიჭია მომეწონა ჭკვიანურად მუშაობს იყენებს თავის უპირატესობას ძალიან კარგად და მესამე რაუნდიც მიაქვს ჭიდაობის ხარჯზე ვაშკარად სტრაიკინგში დაჩაგრა კარდავამ თუმცა 4 ტეიქდაუნი შემოგთავაზა მატჩში რეფერი მოუწოდებს რომ მებრძოლებმა იაქტიურონ აყენა რაულმა მებრძოლები პასიურობის გამო წელდება ბრძოლა ნახოთ დადი შეტევაზე მაგრამ ვერ იცავს კეიჯ კონტროლი ვინ მოიპოვებს და კარგი გდება მეექვსე გდება შემოგთავაზა მატჩი დაითვალე ეს გდება 6 გდება შემოგთავაზა ლუხუტაშვილმა და ეხა
აქტიურია, ground and found-ია, half-guard-ია და შესაძლებელია, აქედან ძალიან ბევრი რაღაცა შესაძლებელია. წუთნახევარი დარჩა, ალბათ უნდა იაქტიუროს ბოლომდე, ხუთაშუნა რომ არ ააყენოს მსაჯმა და კარგია პოზიციებს. ირაკლის. ანუ ჩემს და აქვს მაინც შანსი ან ჰაიკიკიდან რაღაც მუხლის დარტყმით. მესამე რაუნდში საერთოდ ფეხები სტატისტიკურად იშვიათად ხდება. ნელა მიყავს გამარჯვებისკენ ხუთაშუს. ძალიან კარგად მიყავს. ტაქტიკურად კარგად. ბოლო წუთია დარჩენილი და შეიძლება ბევრი არც გაურისკავს დგომში. არა, კარგად მომენტი ქონდა, სულ ჩაყავდა. კარგად აკეთებს ყველაფერს. აბსოლუტური დომინაციით იგებს რემონდელ მატჩში. დაიღალა თვითონაც, დაიღალა ბიჭები. წამოდგა კარდავაზე უნდა ეთქვას, რომ ბოლომდე იბძვის. ნამდვილად მეომარი ბიჭია. ბიჭია ძალიან, იბძვის, არ ნებდება. დააკვირდა ჭიდაობა, ეს რო შეხვედრილი იყო დაუშვათ საშუალო დონის მოჭიდავე. გაუჭირდებოდა კარდავასთან მეორე რაუნდში კარგი დაცვები შემოგთავაზა და დარტყმებიც და 15 წამი დარჩა. არ ჩერდებიან ბიჭები ბოლომდე. დასაფასებელია, აი ეს ბოლომდე ბრძოლა, რასაც ვაფასებთ ყველა მწვრთნელი იქნება თუ გულშემატკივარი, ყველა ვაფასებთ ამ ბოლომდე ბრძოლას და ბრავო ორივე ბრძოლა. უნდა ითქვას, რომ კარდავასთვის პირველი ბრძოლა იყო და მაინც ბოლომდე იბრძოლა სამივე რაუნდი და შეეცადა თავის მაქსიმუმს. ალბათ ცოტა ჭიდაობა უნდა ამოკაჩოს. მოყარული ლიგა არაფერი არ არის დასაკარგი. ეს არა ხვალ გამოასწორებს შეცდომებს და უფრო ძლიერი დაბრუნდები. ეს არ არის ლიტონის სიტყვები, ეს არის რჩევები და ბიჭებმა უნდა გაითვალისწინონ. After 3 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges have scored this contest for the winner by unanimous decision. Recorder Sava Ruhudas